მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: ნდობა უნდობლობის დედაა. ციტატის ავტორია მე-19 საუკუნის ფრანგი მწერალი და დრამატურგი ადრიან დეკურსელი. სანამ მთავარ სადგმელზე გადავალ, მინდა გთხოვოთ ტრადიციულად, რომ გამოიწეროთ არხი ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. დღევანდელი ციტატის გარეშეც გასაგებია, რომ უნდობლობა ცარიელ ადგილზე არ ჩნდება. მაგალითად, როდესაც ბავშვი დაიბადება, თუ ის ნორმალურ ოჯახში იზრდება და ჩვილობის ასაკში თავს გრძნობს დაცულად, მაშინ მას უვითარდება ნდობა მთელი სამყაროს მიმართ და ეს მეცნიერების მიერ დადასტურებული ფაქტია. ამიტომ დიახაც ცხადია, რომ ნდობა პირველადია და ამიტომაც ამბობს დეკურსელი, რომ ნდობა არის უნდობლობის დედა. მაგრამ ამ ციტატაში ერთგვარი პარადოქსი დევს და მინდა რომ ამაზე ვილაპარაკო. ის ადამიანი, რომელიც პირველი მახსენდება ნდობის და უნდობლობის კონტექსტში, არის ბესიკ ხარანაული. მასთან საუბრის შემდეგ პირადად მე დამჩა შთაბეჭდილება, რომ ორი ადამიანი, ვისაც ის ბოლომდე და უპირობოდ ენდობოდა, იყვნენ მისი ბებო და დედა. ეს ადამიანები აღარ არიან და თითქოს ბესიკ ხარანაულმა მთელი თავისი ნდობის მარაგი, ნდობის რესურსი აი ამ ადამიანებს იმ ქვეყნად გაატანა და ამბობდა კიდეც ნათქვამიც აქვს, რომ ბებო ჩემი, დედა და მე ერთნი ვართო. ბატონ ბესიკს ისიც აქვს ნათქვამი, ადამიანთან მხოლოდ მაშინ შეიძლება მეგობრობა, როცა ის აღარ არისო. და ვკითხე ასე, რატომ ფიქრობთ მეთქი და მიპასუხა, ციტატას წაგიკითხავთ, როცა აღარ არის, მაშინ მტკიცდება, მაშინ დასტურდება მეგობრობა. მეგობრობა ადამიანს აბარია და როცა აღარ არის, მაშინ აღარ აბარია. ადამიანის ხელში რაც მოხდება, ხომ იცი, როგორი სახიფათოა მისი მდგომარეობა. აქ ვცადე, რომ დამეზუსტებინა და ვკითხე, რომ ესე იგი სანამ მეგობრობა მეგობარს აბარია, მანამ სახიფათოა მეთქი და მითხრა დამიდასტურა, სულ აბარა, მყიფეა სულ, სიყვარული, მეგობრობა, ყველაფერი. ეს ბოროტება კი არ არის, სინამდვილეა. ჩემთვის ეს საუბარი არის უაღრესად მკაფიო მაგალითი, როგორ ამოიზარდა დედის და ბებიის მიმართ უპირობო სრული ნდობიდან, აი ეს უნდობლობა მთელი დანარჩენი სამყაროს მიმართ და მათ შორის ახლო მეგობრების მიმართაც. ალბათ მიხვდით ბატონ ბესიკი რას გულისხმობდა. იმას გულისხმობდა, რომ სანამ ადამიანი ცოცხალია, მისი ურთიერთობა მეორე ადამიანთან, რაც არ უნდა ნდობით იყოს გამსჭვალული, შეიცავს იმ საფრთხეს და იმ რისკებს, რომ ამ ნდობამ დაბადოს უნდობლობა. და ამიტომ ამბობს, რომ ძალიან მყიფეა ადამიანების ურთიერთობა, სანამ ეს ადამიანები ამ ქვეყნად არიან. რა თქმა უნდა, ადამიანების დიდი უმრავლესობის აღქმა ესეთი ფაქიზი არ არის და ჩვენი უმრავლესობა მაინც უფრო მეტად ნდობით ცხოვრობს. და მე ნდობით ხოლმე ადამიანებს და ცნობილი გამონათქვამიც არის, ოღონდ ავტორის გვარი არ არის ცნობილი, ადამიანს ვენდობი, სანამ საპირისპიროს არ დამიმტკიცებსო და უმრავლესობა სწორედ ამ პრინციპით ცხოვრობთ. მაგრამ მეცნიერები, სოციოლოგები ფიქრობენ, რომ სოციალური სამყარო, ანუ სამყარო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ერთმანეთთან ვურთიერთობთ, მაინც უფრო მეტად აგებულია ეჭვებზე, უნდობლობაზე, ვიდრე ნდობაზე. და ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ევოლუციური თვალსაზრისით უცხოს მიმართ ეჭვი და უნდობლობა იყო გადარჩენის და უსაფრთხოების მთავარი გარანტია. მეც ვთქვი ადრე ერთ გადაცემაში, რომ უცხო ადამიანს ვერც ქუჩაში გაუჩერდები, ვერც ჩემ სახლში წამოვიყვან და ვერც მას თავის სახლში ვერ გავყვები მეთქი და ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც იმხელა ნდობა აქვთ სამყაროს მიმართ, რომ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ ისინი ნამდვილად გამონაკლისები არიან და ახლაც ძირითადი ეჭვები ადამიანებს ერთმანეთის მიმართ უჩნდებათ მათ მოტივაციასთან და
განზრახვებთან დაკავშირებით ისევე როგორც უხსოვარ დროში პირველ ადამიანებს უჩნდებოდათ ეს ეჭვები. აი ესე რომ მითხრა რა იგულისხმა, გულში რა ქონდა, ნამდვილად კარგი უნდა ჩემთვის, ხომ არ მატყუებს და აი ამგვარი ფიქრები იბადება. მაგრამ ერთი არის როცა ვლაპარაკობთ უცხო ადამიანზე და მის განზრახვებში ეჭვი შეგვაქვს, მაგრამ მეორე არის ჩვენი სოციალური წრე. და საქართველოსთვის ეს არის დამახასიათებელი, რომ ეს სოციალური წრე საკმაოდ ფართოა და სოციალური წრის შიგნით ნდობა არის მაღალი ხარისხის და ურთიერთობები არის საკმაოდ გახსნილი. ახლა გეტყვით რას გულისხმობ. მახსოვს რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი მიყვებოდა, რომ გლდანში გავიზარდეო და ვიცი ზუსტად, რომ გლდანი ბევრად მეტად მოწყობილია ქალაქის ყაიდაზე, ვიდრე მაგალითად ვაკე ან ვერა, რომლებიც უფრო სოფლის ყაიდაზე არის მოწყობილიო და იმას გულისხმობდა, რომ გლდანში შეიძლება მეზობელიც არ გიცნობდეს, ან ისე არ გიცნობდეს, რომ ერთი სოციალური წრის წევრებად ითვლებოდეთ, ამიტომ ვერ შეგაწუხებს, ვერ ჩაერევა შენს ცხოვრებაში და რაღაც სოციალურ როლს ვერ დაგაკისრებს და ამით ვერ დაგამძიმებს. შენთვის იზრდები, შენთვის ხარ მეტნაკლებად იზოლირებული და ცხოვრობ ისე, როგორც შენ გინდა. ეხლა რაც შეეხება ვერას და ვაკეს და სხვა პრესტიჟულ უბნებს და განსაკუთრებით ვერას და ვაკეს, იქ რა თქმა უნდა უფრო მეტი ოჯახი, ბევრად მეტი ოჯახი, ვიდრე სადმე სხვაგან, არის ერთმანეთის ახლობელი, მათ ერთმანეთთან აკავშირებთ ან სკოლა, ან ნათელმირონობა, ან მეგობრობა, ან ნათესაობა და ასე შემდეგ და ამიტომ იქ ადამიანებს თავისი სოციალური როლი აქვთ და ამ როლით არიან დამძიმებულები. მაგალითად, ვიღაც გეტყვის, რომ ბაბუა შენ დიდი მეცნიერი იყო და ეხლა შენც რა თქმა უნდა ძალიან ჭკვიანი იქნები და ასე შემდეგ, ეს მაგალითად თქვი. დარწმუნებული ვარ ნამდვილად, რომ აი ნდობა და ურთიერთობა თბილისის ძველ პრესტიჟულ უბნებში არის ძალიან მყარად ფესვგადგმული ლეგენდა. და სწორედ იქ ერთ-ერთ ესეთ უბანში დაიბადა ძალიან ცნობილი ფრაზა თბილისი არის ურთიერთობა. და ალბათ არ არის სადავო ხა ეს ფრაზა რას გულისხმობს, გულისხმობს იმას, რომ საქართველოს დედაქალაქში თბილისში არის განსაკუთრებული კულტურა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანურ სითბოზე, ურთიერთგაგებაზე, სიახლოვეზე, ნდობაზე, პატივისცემაზე და მჭიდრო კავშირებზე საბოლოოდ და ამიტომ ვეძახი ამ ფრაზას ლეგენდას დღეს. ბოლო 10 წლეულების მძიმე ისტორიის მიუხედავად აღმოჩნდა, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს მიდრეკილება, რომ ნდობა გამოუცხადოს არა მარტო თავისი ფართო სოციალური წრის წევრებს, არამედ ახალ პოლიტიკურ ლიდერსაც. და ეს ნდობა არ არის უპირობო და დიდხანსაც არ გრძელდება ხოლმე როგორც წესი, მაგრამ თუ გავიხსენებთ, როგორი ნდობით მოვიდა ხელისუფლების სათავეში ზვიად გამსახურდია, ვიცით, რომ აი ზუსტად იყო ნდობა ის სიტყვა, რომელიც მის მხარდამჭერებს მის მიმართ ურთიერთობის კუთხით ახასიათებდა. შევარდნაძის მიმართ ნდობა არ იყო ამდენი, მაგრამ იმათაც კი, ვისაც ის ძულდათ, სადღაც გულის სიღრმეში ქონდათ რწმენა და ნდობა იმის, რომ ეს ადამიანი თავისი უცხოური კავშირების წყალობით ლუკმაპურს მაინც მოუტანდა თავის ქვეყანას. გვახსოვს, როგორი ნდობა და ენთუზიაზმი იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით, როცა ის პრეზიდენტი გახდა და აღარაფერს ვამბობ ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც თავისი აი ამ დიდი სიმდიდრიდან გამომდინარე ისეთი ქარიზმა დაყვებოდა, რომ ლამის უსიტყვოდ ჯეროდათ მისი ადამიანებს. მაგრამ სხვა დროსაც მithქვამს, არ ყოფილა საქართველოში პოლიტიკოსის მიმართ ნდობა, რომელიც არ შეცვლილიყოს მის მიმართ უნდობლობის ბევრად უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე იყო ნდობა თავის პიკში. ნდობა, რომელიც შობს უნდობლობას. აი ამ პატარა ფრაზით მე შემიძლია აღწერო დამოუკიდებელი საქართველოს მთელი ისტორია 10 წლეულების განმავლობაში. ეს არის ჩვენი ისტორია მოკლედ გადმოცემული. ნდობა, რომელიც შობს უნდობლობას.
უნდობლობა ყოველთვის იმით იწყებოდა, რითიც იწყება ხოლმე ნებისმიერ ურთიერთობაში უნდობლობა, ანუ ტყუილით. ეხლა არ დაგღლით იმის მოყოლით, ვინ როდის რას იტყუებოდა, მაგრამ დღეს რო ტყუილი გახდა ნორმა და ვგულისხმობ ტყუილს ხელისუფლების მხრიდან, არ ვიცი ეს ვისთვის არის საკამათო, დაწყებული იმით, რომ ომში გვითრევენ, დამთავრებული იმით, რომ თურმე ევროპას ძალიან უჭირს და იხრწნება და ჩელაბინსკი კიდე აყვავებულია. ადრე, როდესაც არსებული ლიდერის და მისი პარტიის მიმართ ნდობა ტყდებოდა, მალევე ჩნდებოდა ახალი ლიდერი, რომელიც ნდობას თავიდან შემოიკრებდა ხოლმე ჩვენი აი ამ ოპტიმისტური და ხალისიანი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე. აი თითქოს ჩვენს გულში ბუდობს ნდობა ჩვენი მომავლის მიმართ და აი ერთი სული გვაქვს, რომ ვიღაცას გადავცეთ ეს ნდობა და ეს ჩვენი ნდობა ვიღაცაში, ახალ პოლიტიკურ ლიდერში განვახორციელოთ. მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ აბსოლუტურად ყოველგვარი მორცხობის გარეშე გვითხრა და გვაგრძნობინა, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი ნდობა, არც ჩვენი უნდობლობა, საერთოდ არ აპირებს ძალაუფლების დათმობას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. არადა 2012 წლიდან პროცესი ზუსტად ისე ვითარდებოდა, როგორც წინა 3 შემთხვევაში. უკვე მეოთხედ გავიარეთ ეს წრე, რომ 2012 წელს იყო დიდი ნდობა, მერე ამ ნდობამ გამოიწვია უნდობლობა, მერე ამ უნდობლობამ მოგვცა რაღაც გამოცდილება და ეხლა ეს გამოცდილება ელოდება, რომ ისევ რაღაც ნდობაში, ახალ ნდობაში განხორციელდეს. და აი ესეთი არის პროცესის განვითარების ლოგიკა და ამ ლოგიკას ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერი და ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ აცდება. ზოგადად ვიცით, რომ ნდობა ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანის მხრიდან ველოდებით სწორნაბიჯებს და უნდობლობა ჩნდება მაშინ, როცა ადამიანის მხრიდან ველოდებით არასწორ ნაბიჯებს და აი ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, რომ ველოდებოდით ადამიანების მხრიდან სწორ ნაბიჯებს და მივიღეთ არასწორი ნაბიჯები. და თითქოს რაღაც უნდა გვესწავლა ამასობაში. და ახლა მგონია, რომ მართლაც ერთი ნაბიჯით წინ ვართ, ვიდრე წინა 4 შემთხვევაში ვიყავით. აი ბოლო 2 ლიდერის პირობებში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რა იყო ჩვენი პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი რომ ავირჩიეთ 2003 წელს და შემდეგ ბიძინა ივანიშვილი რომ ავირჩიეთ 2012 წელს, ორივე ლიდერს ჰქონდა ისეთი უპირატესობა წინამორბედთან შედარებით, ანუ სააკაშვილს შევარდნაძესთან შედარებით და ივანიშვილს სააკაშვილთან შედარებით იმხელა უპირატესობა ჰქონდა, რომ ჩვენ მათ დავუკავშირეთ ჩვენი სამომავლო უსაფრთხოება, იმედები, ჩვენი განვითარება, როგორც პიროვნული, ასევე ქვეყნის განვითარება სრულად. ანუ მათ მიმართ ნდობა იყო ფაქტობრივად სრული, ვისაც ჰქონდა ეს ნდობა, ჰქონდა სრული ნდობა. და არავინ არ ელოდა მათ შორის, ვინც მათ ენდობოდა, რომ ისინი აი ესე შემოატრიალებდნენ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას. და ამიტომ ახლა მგონია, რომ ერთი ნაბიჯი წინ ვარ და იმედიც მაქვს, რომ აი ესეთი ილუზია, რომ მოვა ლიდერი, რომელიც მთლიანად აიღებს თავის თავზე და ჩვენც მას მთლიანად გადავაბარებთ ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენს განვითარებაზე სრულვას, საქართველოს გულისხმობ ამ შემთხვევაში პირველ რიგში, ესეთი ილუზია აღარ გვაქვს. იმედი მაქვს, რომ აღარ გვაქვს და ესეთ შეცდომას აღარ დაუშვებთ. ამიტომ ეხლა მგონია, რომ პოლიტიკურ ლიდერს კი არ უკავშირებთ ამ ნდობას, უფრო მეტად უკავშირებთ საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება იქნება დიდწილად დაკავშირებული იმ საზოგადოებასთან, რომელმაც აჩვენა ბოლო წლებში თავისი დიდი მედეგობა და რაც მედეგობაზე კიდე ბევრად მნიშვნელოვანი მგონია, აჩვენა ისეთი პატრიოტიზმი და ისეთი სიყვარული სამშობლოს მიმართ, რომელთანაც ვერც ერთი აქამდე არსებული პოლიტიკოსი საერთოდ ახლოს ვერ მივა. და ეს ფორმულა, რომ საქართველოს უახლოესმა
ისტორიამ შვა უნდობლობა და ამ უნდობლობამ ეხლა შვა ნდობა საზოგადოების მიმართ, მე მაგალითად მგონია ჩვენი გამარჯვების ფორმულაც და მგონია რეალობაც, მაგრამ ეს ფორმულა მაინც უნდა დრომ დაადასტუროს და არ მავიწყდება ბესიკ ხარანაულის გაფრთხილება, რომ სანამ ადამიანების ურთიერთობაზე არის დამოკიდებული რაღაც პროცესი, მას ყოველთვის შეიძლება სასიცოცხლო საფრთხე დაემუქროს და ყოველთვის შეიძლება რომ ნდობამ დაბადოს უნდობლობა. აი ამას გვაფრთხილებს ჩვენ ბატონი ბესიკი და ეს გაფრთხილება ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ასეთი მიმდობები 100%-ით ბოლომდე მიმდობები არავის მიმართ არ უნდა ვიყოთ, მაგრამ დღეს მაინც მგონია რომ ვამბობ ერთი ნაბიჯით წინ ვართ მეთქი, რომ საზოგადოების მიმართ ნდობა არის ზუსტად ის ერთი ნაბიჯი წინ გადადგმული პოლიტიკოსების მიმართ უპირობო ნდობასთან შედარებით. თუ ჩვენი საზოგადოება აჩვენებს დეკურსელის ციტატის სხვანაირ გაგრძელებას, რაც წეღან ვახსენე უკვე, რომ მის მიმართ ნდობაში გადაიზრდება ის უნდობლობა, რაც პოლიტიკოსების მიმართ გაგვიჩნდა, მე აუცილებლად დავბრუნდები თქვენთან და ამ ციტატის სხვა კომენტარს, სხვა ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ. დღეს კი ამით დავასრულებ გადაცემას, დავასრულებ ჩემს თხრობას, საუბარს და შემდეგ პარასკევამდე დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ ჩემი არხი და ამით დამეხმარეთ ამ არხის განვითარებაში. თქვენ გარეშე არაფერი არ გამოვა, მე ვცდილობ მაქსიმუმს და ძალიან მიხარია თქვენი აქტიურობა, თქვენი მხარდაჭერა და გულწრფელი მადლობა როგორც ყოველთვის მათთვის, ვინც ახლა ჩემთან ერთად